Sorry for the delay. ბოდიშტაგვიანებისათვის We will start. დავიწყოთ. Hello, everybody. მოგესალმებით ყველას. Welcome to lesson კეთილი 1 იყოს თქვენი მობრძანება on პირველ გაკვეთილზე. communication and inclusivity. ეს არის კომუნიკაცია და ინკლუზიურობა, The trainers რომელიც ინსტრუქტორთა ინსტრუქტაჟის ნაწილია რბილ უნარებზე lay და the foundation. ინკლუზიურობაზე. ახორციელებს ჩვენ პროექტი Here is the agenda. საფუძვლის ჩაკრა, Laying the Foundation. Why პირველი პუნქტი ჩვენ დღეს წესრიგის. inclusion რატომ კომუნიკაცია, ინკლუზია go და წარმატებული სწავლება. რატომ არიან ესენი ერთად? point 2. მეორე Role of პუნქტი communication and inclusion კომუნიკაციის როლი და ინკლუზიის როლი საბაზისო უნარებში. challenges in Esame. developing communication skills by ეს teaching არის საკომუნიკაციო უნარების განვითარებისას არსებული გამოწვევები მასწავლებელთათვის და სტუდენტებისათვის. და მეოთხე ეს არის with point 1. შეთავაზებები წარმატებული სწავლებისათვის. დავიწყოთ პირველი პუნქტით. კომუნიკაცია და ინკლუზია ხელჩაკიდებულები Talk to მიდიან. you about a great teacher and coach who შეიძლება გაგიგონიათ დიდი მასწავლებელი და მწვრთნელი ხულიო ველასკო. his achievements are almost მისი მიღწევები წარმოუდგენელია. Velasco led ველასკო უძღვებოდა მოდენა სპანინის. ეს არ იყო გამორჩეული გუნდი, Italian national champion. მაგრამ გაიყვანა 4 იტალიის ეროვნულ ჩემპიონატზე 1986-99 წლებში. 99 წლებში იგი ხელმძღვანელობდა იტალიის კაცთა ეროვნულ ნაკრებს და მოაგებინა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი. 24 he was appointed head ხოლო coach of 24 women's წელს იგი დანიშნეს ქალთა ნაკრების მწვრთნელად Paris. და მოაგებინა ოლიმპიური ოქრო 2025 პარიზის 2024 წლის თამაშებში. აგრეთვე 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ერთა ლიგის 2 ტიტული. პეპ გვარდიოლაც კი დიდი მწვრთნელი ამბობდა. არსებობს მწვრთნელი არგენტინაში, სახელად ხულიო ველასკო, რომელმაც რევოლუციონიზება მოახდინა ფრენბურთისა იტალიაში. მოიგო ყველაფერი. კარგი იქნებოდა შევხედროდი და მისგან მესწავლა. კარგი აზრია. ყველას შეგვიძლია ველასკოსგან სწავლა. So what ამრიგად is Velasco's original method? რაში გამოიხატება მისი მეთოდის ორიგინალურობა? Inclusion, კომუნიკაცია, ინკლუზია და ალიბების უარყოფა. So here are the 5 points we will ხუთი პუნქტი, რომელიც უნდა დავიმახსოვროთ, to understand Velasco's რომ გავერკვეთ ველასკოს successes. წარმატების გასაღებში. Is from hierarchy პირველი, to relation. იერარქიიდან გადავიდეთ ურთიერთობებზე. It means from a რას hierarchy ნიშნავს ეს? იერარქიული მოდელი, a model based on relationships. რომელიც Second, გადავიდეთ ურთიერთობების მოდელზე. მეორე არის ემოციური ბმები. გარდა ტექნიკური და დროითი ფაქტორებისა. ემოციური ბმა მნიშვნელოვანია. demanding and caring. მესამე პუნქტი ეს არის მოთხოვნა და Either ზრუნვა. demanding or caring. არა მხოლოდ მოთხოვნა, არა მხოლოდ ზრუნვა, არამედ ორივე. Fourth point, every person has a მეოთხე, ყველა ადამიანს აქვს თავის როლი dignity. და ყველა როლს აქვს თავის ღირსება. Finally, the culture of და alibis. ბოლოს Greatest ალიბების კულტურა. So ეს არის უდიდესი ბარიერი სწავლისათვის. before that, გადავიდეთ ახლა შემდეგ სლაიდზე, მაგრამ ჯერ ვთქვათ, ვინ იყო ხულიო ველასკო? he became coach somehow. მწვრთნელი შემთხვევით გახდა. He was a university student, maybe უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას, teacher, not a researcher. მასწავლებლობა უნდოდა და არა მეცნიერება Actively in the student და movement. აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტების საპროტესტო მოძრაობაში, მილიტარისტული ხუნტის წინააღმდეგ. Extremely risky. გარემოებები იყო აუტანელი, Coaching, ძალიან სარისკო. teaching speed, reading. ბუენოს-აირესში მან გააგრძელა მწვრთნელობა და ასწავლიდა სწრაფ კითხვას, სწავლის მეთოდებს და მსგავს საგნებს. ფილოსოფია არ მიუტოვებია, უბრალოდ ასპარეზი გამოუცვალა. ეს იყო ფრენბურთის მოედანი, სადაც მან დანერგა იდეები ადამიანებზე და მათ გარდაქმნაზე და გამოცადა რეალურ სიტუაციაში. ეს არის გაკვეთილი ჩვენთვის. Often begins
ყველაზე ძლიერი რამ lived სასწავლო პროგრამიდან კი არ იწყება ზოგჯერ, არამედ love. ცოცხალი გამოცდილებით. And why Velasco, რატომ ველასკო? for a lesson on აი communication, ჩვენ გაკვეთილზე, კომუნიკაციაზე და decades, სწავლებასთან დაკავშირებით. cultures, Velasco რა თქმა უნდა, that the ათწლეულების განმავლობაში, is not როცა knowledge. სპორტსმენებთან მუშაობდა, ველასკომ გვიჩვენა, რომ აქტიური ცნელობის Sometimes you learn more from novel theory books. საფუძველი არის კომუნიკაციური The teacher ურთიერთობები. რო გაუძღე გუნდს, უნდა ისწავლო The room, the way მეტი a philosopher studies a text წიგნებიდან, ვიდრე თეორიული სახელმძღვანელობიდან. 30 years later. მასწავლებელმა უნდა იცოდეს ადამიანის საკითხვა, The core effective teaching, კლას კითხულობდეს content knowledge, და მთავარი ეფექტური სწავლისათვის არის არა ცოდნა, არამედ ურთიერთობები. So let's go back to our point. ამრიგად Hierarchy to relate. დავბრუნდეთ, ეხლა პუნქტობრივად გავიაროთ. იერარქიიდან His way of managing, ურთიერთობამდე. but this is true for როგორ მართავდა იგი Math. სიტუაციას? is moving to relationship. The Იგი model როგორ გადავიდა ურთიერთობებზე? is pyramidal, hierarchical, and authority. იერარქიული მოდელი იყო, It has to become ავტორიტეტი. no one. და Organizations are made of people who are of equal value. ორგანიზაციები შედგება ადამიანისაგან, რომელიც Person. თანაბარი ღირებულების არის. Communication. ახლანდელი ლიდერობის კონცეფცია პიროვნებაზეა ფოკუსირებული. Sole resource of კლასი, რა თქმა უნდა, მასწავლებლის გარშემო ტრიალებს, რომელიც ავტორიტეტის ერთადერთი წყაროა. pedagogically weak. მაგრამ ეს სუსტი მოდელია, არა მხოლოდ პედაგოგიურად. Structural obstacle to ველასკოს აზრის, the იგი team პირიქით ხელს უშლის წარმატებას. when every გუნდი იქნება ეს თუ კლასი, institution has მაშინ მუშაობს, როდესაც ყველას შეაქვს თავის წვლილი და ეს წვლილი თანაბრად make your students, მნიშვნელოვანია. they are გაკვეთილი. each of them is important. აგრძნობინეთ თქვენ სტუდენტებს, რომ ყველას მათგანს აქვს Classroom ღირებულება. performs when every member feels that კლასი მუშაობს, equal value. როდესაც ყველა წევრი Emotional, ხედავს თავის ღირებულებას გუნდში. technical or temporal factors. ეხლა ემოციური ბმები, ტექნიკური და დროითი ფაქტორების მიღმა. Ties, not აა or the amount of ემოციური ბმები Velasco understood ერთად გვაკავშირებს და არა დავალებები და ერთად გატარებული დრო. ველასკო ფასუსვამს, რომ connections. ეს კუთვნილების გზნობა ერთად აყალიბებს გუნდს და იგი სწორედ ემოციურ ბმებშია და არა ტექნიკურ და დროით ფაქტორებშია. Committed to the team's goal. Students who feel they belong ყველა თავდადებულად იწვის გუნდის საერთო მიზნისათვის. persist long. სტუდენტები გზნობენ, რომ ეკუთვნიან ამ გუნდს. Some of the most მათ იციან, რომ მათ იცნობენ, პატივს სცემენ, ისინი საჭირონი არიან. while teams ველასკომ with talent became champions. ასეთ რაღაცას აწყდა. For the teacher, students who feel they belong შეიძლება უფრო ნიჭიერი გუნდები ჩემპიონები ვერ ხდებიან, ვიდრე ისინი, რომლებიც ყველაფერს აკეთებ გამარჯვებისათვის. demanding and caring, not one or the other. მოითხოვე და იზრუნე, არა მხოლოდ ერთი ან High მეორე. expectation and genuine. მაღალი მოლოდინი და მართლაც ინვესტიცია პიროვნებაში. აი ეს არის ის წონასწორობა, რასაც იცავდა ველასკო. ველასკოს ხას უსვამს ამ წონასწორობას, Sufficient demand რომ უნდა იყოს სიყვარულსა და მოლოდინს შორის ბალანსი. without emotion. ზედმეტი სიყვარული მოთხოვნის გარეშე თავდაჯერებულისგან მივყავართ და ზედმეტი სიმკაცრე კიდე Repeated failure. ხალის უკარგავს ადამიანს. The answer თქვენ სწავლების მასწავლებლები, რომლებიც სტუდენტთან მუშაობთ, genuine რომლებიც ხშირად ხელი მოენცალრათ ან წარუმატებლები არიან, highest standard მათ he cared. უფრო დაბალი მოთხოვნები კი არ უნდა დაუყენოთ, არამედ ჩადოთ მათ პიროვნებაში ინვესტიცია. With a genuine personal ანუ investment. შევაჯეროთ მაღალი მოთხოვნები აგრეთვე Every person has დიდ a role, and every სრუნვასთან. role has dignity. მეოთხე, ყველა პიროვნებას აქვს როლი და ყველა როლს აქვს თავისი Visibility. ღირსება.
არა იერარქია ან ნიშნულობნების როლებს შორის, არამედ ხილვადობის იერარქია. ყველა გუნდს აქვს მსმენელი, ლიდერი, აგრეთვე გვერდითი მოთამაშეები, მაგრამ რომლის როლია უფრო მნიშვნელოვანი? არა, აქ ხილვადობის იერარქია უნდა იყოს. Identifies the right key for motivating each athlete. უნდა უპოვო გაკვეთილი თითოეულ სპორტსმენს, რომ ამოიცნო პიროვნება, რომელიც ინდივიდუალურ მიდგომას ითხოვს. პროფესიונალების მასწავლებლისათვის ინკლუზია ეს ზოგადი პოზა კი არ არის, არამედ ყოველდღიური პრაქტიკა. უნდა იცნობდე ყველა სტუდენტს კარგად, რომ იცოდე რა გასაღები მიუდგება მას. ანუ ინკლუზია ეს არ არის ზოგადი პოზა. ეს არის ყოველდღიური პრაქტიკა. კულტურა, ალიბების კულტურა, ეს არის ყველაზე დიდი წინაღობა სწავლებისათვის. ჩემ ბრალი არ არის. ეს ყველაფერს კეტავს. როდესაც წარმატებას ვერ ვაღწევთ, ანუ ვერ შეესაბამება მოლოდინს, მაშინ იგონებენ რათას საბაბს, ბოდიშს, ჩემ ბრალი არ არის, რადგანაც ეს ამით ჩამოყარებობაცაც არ შეეხები და გარდა ამისა არც იზრდები, არანაირი ანალიზი უკვე დაშვებული არ არის, რომ გაიზარდოს. კლასი, სადაც სტუდენტები და მასწავლებლები ხსნიან ცუდ შედეგებს გარე ფაქტორებით, რომ რესურსები არ ქონდა, ოჯახში მიჭირს, ვერ ავითვისე. ისინი კომფორტს ურჩევნიათ მათ, ვიდრე გაიზარდონ. ამის წამალი არის ანალიზი. ერთად რა გავაკეთოთ და მასწავლებელისათვის ერთად პატიოსნად გაანალიზეთ და არ დაზდოთ ბრალი. ახლა კითხვა დისკუსიისათვის. გაიხსენეთ მასწავლებელი ან მსმენელი, რომელმაც მართლაც შეცვალა რაღაც თქვენში. Did they do that was different? Is it about what they taught or about how is რასაც გასწავლიდნენ თუ როგორ მოგიდგნენ თქვენ? Question. Asked ეს არის ველასკოს კითხვა, რომელსაც ყოველდღე უსვამდა. Every day in a vet. თქვენს ყოველდღე უნდა დასვათ ეს თქვენ გაკვეთილებს. Teacher or trainer who genuinely ეს იქნება მასწავლებლისათვის თუ მწვრთნელისათვის. This is Velasco. რომელმაც მართლა შეცვალა რაღაც თქვენში. ეს ველასკოს კითხვა და ჩვენ გვეკითხება. We can pause because then we will move to the next section. ეხლა კი შევჩერდეთ და გადავიდეთ შემდეგ სესიაზე. Hello again. And now the second point. მოდით ახლა მეორე პუნქტს შევეხოთ. კომუნიკაციის, ინკლუზიის როლი წარმატებულ სწავლებაში. Connection and inclusion. What are კომუნიკაცია და ინკლუზია? Skills. Well, რა არის თუ განვიხილავთ მათ საბაზისო უნარების კონტექსტში. მეტაფორო რო ვიხმაროთ, ესენი არიან წარმატებული ცხოვრების ოქროს კვერცხები. Foundation skills represent UNESCO-s მიხედვით, საბაზისო უნარები წარმოადგენს ისეთ უნარების ნაკრებს, რომელიც საჭიროა, რომ იშოვნოს სამუშაო. და ისეთი სამუშაო, რომელიც ყოველდღიურ მოთხოვნებს დაგიკმაყოფილებს. ეს უნარები აგრეთვე წინაპირობაა, რომ გააგრძელო განათლება და წვრთნა. რათა შეიძინო გადაცემადი ტექნიკური და პროფესიული უნარები, რომელიც უფრო გასდის შანსს სამუშაოს შოვნის. თუ მეტაფორას ვიხმართ, დიახ, საბაზისო უნარები სწორედ ოქროს კვერცხებია, რომელიც წარმატების გარანტიაა ცხოვრებაში. ეს არის ჩვენი პროექტის გასაღები. ეს ისეთი უნარია, რომელიც but they are also skills that allow you to continue. საშუალებას გაძლევს
and training სწავლის along the გაგრძელების whole life, which in our მთელი changing world ცხოვრების is a განმავლობაში. very important prerequisite, right? ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, ხო ასეა? The lesson for us is that the და aim გაკვეთილი მასწავლებლებისათვის You. ამ პროექტის მიზანია დაგეხმაროთ როგორც Provide you. მასწავლებლებს, რომ სტუდენტებს მიაწოდოთ გასაღები წარმატებისათვის მთელი It's very ცხოვრების important. განმავლობაში. It's a very ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია თავისთავად. communication and inclusion კომუნიკაცია და ინკლუსია are foundation skills. საბაზისო უნარების კონტექსტში. What are foundation მაგრამ რა არის საბაზისო უნარები? apart from the keys? გარდა იმისა, რომ არსებობს ზოგადი შეთანხმება, რომ Here you წერა-კითხვა და ანგარიში have different, მნიშვნელოვანია. basically complementary point of views. მაგრამ ხშირად ეს მხოლოდ დამხმარე როლს თამაშობს. That რბილი უნარები. and numeracy, i.e. the ability to read, understand text, წერა-კითხვა, ანუ კითხვის ცოდნა, წერის ცოდნა და ანგარიშის ცოდნა გადამწყვეტია. many institutions ბევრი ინსტიტუტი key პასუხს more important role of other skills and რომ შეიძლება სხვა უნარებსაც ჰქონდეთ უფრო მნიშვნელოვანი როლი, როგორც კომპეტენციებს, მაგალითად სწავლა, the ability მეწარმეობა, engage მოტივაცია, be კომუნიკაციაში ჩართულობა, საზოგადოების ცხოვრებაში მონაწილეობა, ციფრულად გონება გახსნილი რო იყო, and კრიტიკული აზროვნება, ლიდერობის თვისებები და მენტორობა და რა თქმა უნდა ინკლუსიური განწყობა. is especially relevant. უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიულ განათლებაში, სადაც წარმატებლის სწავლა და მონაწილეობა დამოკიდებული არ მხოლოდ ტექნიკურ ცოდნაზე, მაგრამ მოტივაციაზე, ურთიერთქმედებაზე და რეალობაზე მრავალფეროვნებისად. To this view of the importance of foundation skills. რა თქმა უნდა, ეს ხასუსვამს საბაზისო უნარების მნიშვნელობას An example of და მაგალითია, a lot of these competences რომ ბევრი ასეთი კომპეტენცია and additionally some competences that are important for teaching. სპორტშიც არის მნიშვნელოვანი და ზოგი მათგანი მნიშვნელოვანია სწავლებისათვის. Literacy and numeracy. წერა-კითხვა და ანგარიში. And they are an objective in foundation. ეს არის მიზანი და საფუძველი ჩვენი პროექტისა, რადგანაც ბევრი დამატებითი უნარი ამით მიიღწევა. მათემატიკური ცოდნა ავსებს, very important. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. Many complementary skills are ბევრი დამატებითი უნარი არის საჭიროა, რომ მივახციოთ ამ მიზანს. As I was saying, როგორც უკვე აღნიშნე, on various foundation skills, სხვადასხვა საბაზისო უნარებთან დაკავშირებით, EDGO, ანუ ეს არის ევროპის თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია, რომელმაც შექმნა PISA-ს და PIAAC-ის ტესტები. The PISA tests are for 50 იგი ყურადღებას ამახვილებს, რა თქმა უნდა, წერა-კითხვაზე. Cover the whole. PIAAC-ი გავს PISA-ს, ეს მინდოდა მეთქვა. So OECD focuses on literacy, numeracy and digital skills. OECD მთავარ ყურადღებას ამახვილებს წერა-კითხვა და ანგარიშზე და ციფრულ უნარებზე. რაც შეიძლება ჩავთვალოთ მყარ უნარებად. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად ეს არის რომ იცოდე ციფრულად გათვითცნობიერებული იყო, ადაპტირება მოახდინო ბაზარზე, შრომის ბაზარზე, ისწავლო პრაქტიკული ცოდნა. PISA and PIAAC focuses on literacy skills because they are ანუ ყურადღებას ამახვილებს წერა-კითხვაზე და ანგარიშზე, რადგანაც ეს მყარი უნარებია. მაგრამ focuses at the opposite end EDGO და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ამ სპექტრის მეორე ბოლოზე ამახვილებს ყურადღებას. Of course, they don't say
literacy and ანუ numeracy ადაპტირება შრომის ბაზარზე. don't matter, but they რა say თქმა უნდა, არ უარყოფენ in the labor წერა-კითხვას და market, ანგარიშს, მაგრამ ამბობენ, რომ შრომის ბაზარი ability თავის კანონებს to learn and კვარნახობს. adapt are really the most important. ადაპტირებადობა უნდა გქონდეს, And, ადაპტირების უნარი. Nobel Prize winning economist ნობელიანტი ეკონომისტი ჯეიმს ჰეკმანი, რომელიც evidence ემპირიულ ფაქტებზე მუშაობდა და ლოგიკურ არგუმენტებზე, relevance of ხას უსვამს skills. Now, რბილ soft skills საბაზისო is a tricky word. უნარებს. It's very popular and it's accepted. ძალიან პოპულარული კონცეფცია მისი და I ყოველად don't always like it. გაზიარებული. Soft has და ბევრი they are not დაწესებულება really, minor, you know. პირიქით Hard აინტერესებს things that matter, მყარი და soft რბილი უნარების კომბინაცია. ევროკავშირი ხას უსვამს, რომ let's forget სოციალური რბილი უნარები წერა-კითხვა and let's ანგარიშთან ერთად და ციფრულ უნარებთან აუცილებელია. take the Heckman perspective and No. understand that შეგვიძლია გავიზიაროთ ჰეკმანის are really very თვალსაზრისი და And of course, ვაღიაროთ, რომ რბილი უნარები ძალზე მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, numeracy. Most institutes tend to view a combination of soft and hard skills. როგორც უკვე ითქვა, მყარი და The რბილი EU უნარების კომბინაცია has really, საინტერესო. beautiful and centric emphasis on the importance of social soft skills. და მას უსვამს ხაზს ევროკავშირი. სოციალური რბილი უნარების მნიშვნელობა. მასთან ერთად წერა-კითხვა, ანგარიში და ციფრული უნარები. Made the right synthesis and ეს get მართლა right equilibrium between სწორი ბალანსია, kinds of skills. სწორი სინთეზი ამ უნარების. And the lesson for vet teachers. გაკვეთილი მასწავლებლებისათვის ევროკავშირი All array ყურადღებას ამახვილებს საბაზისო უნარების თელ სპექტრზე. now ახლა კი ვისაუბროთ Yeah. შემდეგზე. are some key points. You know, we may Ramodene- ask ourselves, but მნიშვნელოვანი პუნქტი. how can we Როგორ develop foundation skills? როგორ განვავითაროთ, როგორ შევიძინოთ საბაზისო უნარები? And რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა გზა. teachers are learners who ნუ ერთ-ერთი მათგანი არის, რომ მასწავლებელი ეს არის მოსწავლე, რომელიც This question ასწავლის. is crucial for you because this ეს course თქვენ may მიმართ მნიშვნელოვანია, რადგანაც help your foundation skills, but ეს also კურსი სწორედ helping you transfer საბაზისო უნარებზე to your students. ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ გარდა ამისა, თქვენ უნარზე რო გადასცეთ ეს How does უნარები one თქვენ acquire მოსწავლეებს. the array of foundation skills? მაგრამ როგორ უნდა შეიძინო ეს Different საბაზისო უნარები? several paths to do so. არის სხვადასხვა გზა More relevant than ამისათვის. others. How do they ზოგიერთი შეიძლება უფრო კარგი იყოს ეს გზა და ზოგი უნარით შეიძლება უფრო რელევანტური იყოს ვიდრე მეორე. So the lesson გაკვეთილი. So the lesson is no hard skills without soft skills. გაკვეთილი. ანუ მყარი უნარები, რბილი უნარების გარშე არ არის. And the proof, as they say in English, is in the ამის მტკიცებულება, როგორც ინგლისელები ამბობენ, პუდინგში. facts ანუ ინგლისელებს უყვართ ეს გამოთქმა. that success წარმატებ failures and PISA ეს არის პიზას რეიტინგების წარმატებები და ჩავარდნები. ბოლო წლებში seen changes in PISA. აღმოჩნდა, რომ პიზას რეიტინგებში ცვლილებებია. The ladders. ზოგიერთი ქვეყანა დაწინაურდა, ზოგი კი ჩამორჩა. PISA is very much პიზას წარმატება status. მასწავლებლების სტატუსთან, ავტონომიასთან და როლთან არის ძალიან დაკავშირებული. The more you as რაც უფრო manage to be independent, მასწავლებელი დამოუკიდებელია, you მით უფრო have chances to გაქვს შესაძლებლობა effective teachers for ეფექტური მასწავლებელი იყოს შენი მოსწავლეებისათვის. other factors such as სხვა ფაქტორები, როგორიცაა ability to be inclusive, ინკლუზიურობა, update the curricula. I mean, not stuck. სასწავლო პროგრამების განახლება და არა ჩარჩენა ძველ პროგრამებში, მონიტორინგი, These ესენს aspects მნიშვნელოვან of როლს თამაშობენ. ეს active ასპექტები learning, ურთიერთკავშირშია და guide, აქტიური სწავლა cohesive საჭიროების მასწავლებლის მიმართულების მიცემას მასწავლებლისაგან is really შესაბამის კონტექსტს და უახლეს you know, პროგრამებს, the სასწავლო პროგრამებს. primers in PISA rankings
ესტონია დამწინაურდა ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც დაწინაურდა PISA-ს რეიტინგში. The top of PISA 2022 მათ მიაღწიეს მაგალითად უმაღლეს პირველ ადგილს PISA 2022-ის რეიტინგში. იქ არის მასწავლებელთა დიდი ჩართულობა, პროფესიონალიზმი, აგრეთვე ჩარიცხვის და დასწრების დიდი დონე. თანასწორობა. ესტონია აჩვენებს ჩამორჩენის ძალიან პატარა პროცენტს და ევროკავშირის ლიდერია საბაზისო უნარებში. ირლანდია კიდე ერთი წარმატებული ამბავი, რომელსაც მოყვება ფინეთის წარსულში მომხდარი წარმატებები, რადგანაც იქაც დიდი ყურადღება გაამახვილეს განმანათლებლო პოლიტიკაზე. Including digitalization მათ შორის გაციფრულება. has closed the gap. I mean, Estonia used to ამან ამოოსო ფარვეზი. ესტონია მანამდე ჩამორჩებოდა. The lesson, if one of the laying foundations project is თუ ჩვენი პროექტის ერთ-ერთი ამოცანა არის ფარვეზი ამოვსება თქვენ ქვეყანაში PISA-ს რეიტინგის მხრივ, ეს სერიოზულად უნდა აღვიქვათ. No, the closure of this part of the lesson. სანამ ამ ნაწილს დავხურავდით გაკვეთილის. Trend that we are observing. რატომ არის ეს შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც ჩვენ შევამჩნიეთ PISA-ს შედეგებში? This worrying trend is the decline. ეს შემაშფოთებელი ტენდენცია არის ჩამორჩენა. Had preceded the COVID. რომელიც წინ უსწრებდა COVID-19 პანდემიას, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო დაჩქარდა. Highlighted by OECD. Are less teacher involvement. ეთგო ხას უსვამს, რომ მასწავლებლები ნაკლებად ჩართულები არიან ახლა და უფრო პასიურად იყენებენ ციფრულ ინსტრუმენტებს. Teacher involvement is key. ანუ ჩვენ როგორც ვთქვით, მასწავლებლის ჩართულობა მნიშვნელოვანია. Developing foundation skills and then there is საბაზისო უნარების ჩამოყალიბებაში. Students are more and more passive. მოსწავლეები უფრო და უფრო პასიურდებიან. Very negative effect on learning. ამას უარყოფითი გავლენა აქვს. The shift away from ზოგიერთ კონტექსტებში ტრადიციული გადაცემის, სონის გადაცემის სწავლების მეთოდიდან გადასვლა ყოველთვის ამას არ ახლდა ასევე აქტიური სწავლის სტრატეგიები. Always have been matched by an equally strong focus on strong მოსავლეები. In this case, ზოგჯერ არც წინა სტრუქტურა შერჩათ ხელში ტრადიციული მეთოდები, არც ახალი მოწინავე მეთოდები. მონაწილეობრივი სწავლება. ასეთი ხარვეზი უფრო გაფართოვდა, რადგანაც ცნობილი უნარების ბუნება არასწორად გაიგეს. ეს არ არის არა მხოლოდ ემპათიის და პატივისცემის სინონიმი, როგორც ველასკო ამბობს. უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ უნდა მოვითხოვოთ კიდევაც. They are about რბილი უნარები. Other aspects and also სხვა ასპექტებთან არის დაკავშირებული. And AI. უნდა გავითვალისწინოთ გაციფრულება და ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კიდევ უფრო ზრდიან იმ ნაპრალს სტუდენტებსა და მასწავლებლებს შორის. იმ სტუდენტებს შორისაც, რომელსაც შეუძლია კრიტიკულად გაიაზროს და გაიგოს და დანარჩენებს შორის. 15 points lower in ეთგოს მიხედვით, სტუდენტები, რომელიც ამბობენ, რომ მათ ხელს უშლის თავისი თანაკლასელების მიერ ციფრული გაჯეტების და ხელსაწყოების გამოყენება, 15 ფულით უფრო ნაკლებ შედეგს აჩვენებენ PISA-ს მათემატიკურ ტესტებში, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ შეხვედრიათ ასეთი ხელის შეშლა. ეს რა თქმა უნდა უდრის წელიწადის, სასწავლო წელიწადის 3/4-ს. გაკვეთილი იყავი ინკლუსიური, მაგრამ მომთხოვნი. ერთი შემდეგი პუნქტი არსებობს მასწავლებელს ორმაგი გავლენა აქვს რბილ უნარებს
გადაცემად უნდა არის. თუ мотивация, ცოდნის მოყვარეობა, მეწარმეობა არის საბაზისო უნარების საფუძველი, როგორ შეუძლია მასწავლებელს გადასცეს და განავითაროს? რა თქმა უნდა, მასწავლებელიც არის მოსწავლე, რადგანაც გადასცემს თავისი სწავლის შედეგს. მან უნდა ესმოდეს ეს უნარები ჯერ რო გადაცეს, მაგრამ ეს მარტივი არ არის. ანუ თქვენ უნდა გესმოდეთ ეს უნარები და უნდა გაარჩიოთ ორ დიდ ჯგუფს შორის მასწავლებლის კომპეტენციასაც უნდა გაავლოთ ხაზი. პირველი ეს არის გადაცემადი ტრანსვერსალური კომპეტენციები, რომელიც აუმჯობესებს მასწავლებლის საკუთარ საპედაგოგიურ პრაქტიკას, კომუნიკაციას, ადაპტიურობას, ციფრულ პედაგოგიკას. You have to be able to inspire your student to be effective in teaching. ეს განსხვავება, რომელიც შეიძლება transversal skills are very შთამაგონებელი in this respect. But there is a second set of competences that is very important. მაგრამ არსებობს კომპეტენციების მეორე წებაც, რომელიც მნიშვნელოვანი. Transversal capacity. Self-confidence. რომელიც ემხმარება სტუდენტებს თავად განავითარონ თავიანთი უნარები. Now, you don't teach self-confidence like you teach maths or language. თავდაჯერებას ვერ ასწავლი, როგორც მაგალითად მათემატიკას ან წერა-კითხვას. You have to help. მაგრამ უნდა დაეხმარო სტუდენტს be self-reflective, realize how you თვითრეფლექსიაში რომ გააცნობიეროს როგორ შეუძლია a student that is გაძლიოს ესეთი up a music band certainly has მაგალითად სტუდენტი რომელსაც შეუძლია თქვათ მუსიკალური ორკესტრი ჩამოაყალიბოს მას აქვს ესე იგი ინიციატივა has learned to learn and და მან იცის როგორ ისწავლოს სწავლა ეს კომპეტენცია შეგიძლიათ გამოიყენოთ საკლასო მუშაობაში. ამრიგად you don't teach this competence but you can ვერ ასწავლი ამ კომპეტენციას, მაგრამ დაეხმარები discovering what you already have or what they აღმოაჩინოთ რა არის მასში through modeling, mentoring, feedback. ნუ ამას შეიძლება დავარქვათ მოდელირება, მენტორობა, უკავშირი და ინკლუზიური საკლასო ოთახი. Link between these two dimensions. ეს საბაზისო უნარები ამ ორ განზომილებას ერთმანეთთან აკავშირებს და გაკვეთილი ჩვენთვის. ყოველთვის განასხვავებთ რბილი ტრანსვერსალური უნარები, რომელიც გეხმარება სწავლებაში, კურიკულუმის არი კომპეტენციების სწავლებაში და რბილი ტრანსვერსალური უნარები, რომელიც გჭირდებათ სტუდენტების მენტორობისა და განვითარებისათვის. Or transversal skills that help you teach curricular hard competences and soft and transversal skills that you need to mentor students into developing. ანუ სტუდენტების მენტორობა და განვითარება. აქამდე კარგად მივდივართ. For a few minutes and გამოდენიმე წუთიც და გადავალთ მესამე საკითხზე. Welcome to item number 3. მესამე პუნქტზე კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა. ეს არის კომუნიკაციური უნარების განვითარების წინაშე მდგარი გამოწვევები მასწავლებელთა და მოსწავლეებისათვის. თუ რბილი უნარები უპირატესია, როგორ უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევა, რომ განვითარდეს? ჩვენი პროექტის შეთანხმების მიხედვით, ჩვენ პირველ ყოვლისა ყურადღება უნდა გავამახვილოთ აქტიურ მოსმენაზე, ღიაობაზე, სხვისი თვალსაზრისის გაზიარებაზე და ხიდების აგებაზე ადამიანებსა და სიტუაციებს შორის. კომუნიკაციის უნარი და დადებითი დამოკიდებულება ინკლუზიურობისადმი არის ასეთი უნარების განვითარების გასაღები და გაკვეთილი. პრაქტიკა. ანუ ივარჯიშეთ აქტიურ მოსმენაში, ღიაობაში, სხვისი აზრის განვითარებაში, გაზიარებაში. ხიდების აგებაში. Soft skills and the important რბილი უნარები და traits. Now, all პიროვნების თვისებების მნიშვნელობა. because in the world of psychology. სოფლიოში ყველაფერი
ფსიქოლოგიური, ანუ ფსიქოლოგებმა. Contribution of James Heckman, ანუ ჯეიმს ჰეკმანის ნამუშევარში who pointed out that if you want to learn მითითებულია. literacy, numeracy, and digital skills, თუ you გინდა have to წერა have კითხვა first of all, ანგარიში და ციფრული უნარების შეითვისვა, and though an economist, უნდა გაითვალისწინო ხუთი რამ. James Heckman რა კი ეკონომისტი იყო, ჯეიმს ჰეკმანი ახსენებს შემდეგ რაღაც. tell you the truth, და მართალი გითხრათ, a lot in the self-assessments we propose to you on აი თვით შეფასების ფორმებში რაც დაგირიგეთ კითხვარებში. keys that არის ეს has taken from psychologists. ლოგიკური გასაკრებები, რომელიც ჰეკმანმა ისესხა ფსიქოლოგიებსაც. Called the big five. ამას დიდ ხუთეულს უწოდებენ. Openness to experience. ეს არის ღიაობა ახალი გამოცდილებისადმი. ინტელექტუალური ცნობის მეყარეობა, შემოქმედებითობა. Conscientiousness being organized, responsible, შეგნებულობა, ორგანიზებულობა, პასუხისგებლობა, სანდოობა, energetic, outgoing. ექსტრავერსია, ანუ სხვების საზოგადოების მოწონება, ენერგიულობა, ღიაობა, emotional stability. Ability თანხმიერება, თანალმოობა, სხვებისთან თანამშრომლობა, ემოციური სტაბილურობა, უარყოფითი ემოციების დაძლევის უნარი, როგორც არის შფოთვა, ბრაზი, დეპრესია. understand if they ring a bell into you. ალბათ რაღაცა გეცნოთ, ხო? Conscientiousness. მაგალითად, კეთილსინდისიერება, emotional stability. ემოციური სტაბილურობა. Combination of these personal abilities that ეს არის პირადი თვისებები, be somehow რომელიც natural in person, they may be როგორღაც ბუნებრივად არის ადამიანში. შეიძლება ზოგჯერ. they may have them at birth or შეიძლება დაბადებიდან თან დაყოლილი აქან, მე ისწავლა. or thanks to personal learning. ან პირადი სწავლის გზით. Together, a teacher და მასწავლებელი და მოსწავლე or his students and მასწავლებელს უნდა ესმოდეს თავისი მოსწავლის. So the lesson is გაკვეთილი მასწავლებლებისათვის. only on curricular contents. ანუ მხოლოდ სწავლების შინაარსს ნუამახვილებთ ყურადღებას. უნდა მუშაობთ, თქვენ მუშაობთ პიროვნებებთან და სტუდენტების განვითარებაზე. So ამრიგად we have now a psychological perspective. ახლა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შევეხეთ ამ საბაზისო უნარებზე. დიდი ხუთეულის ჩარჩო, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებაში. ეს არის კეთილსინდისიერება, რომელიც თანმიმდევრობას და ამოცანის შესრულებას ემსახურება. ახალი გამოცდილებისადმი ღიაობა, რომელიც ცნობის მოყვარეობა და სწავლას უწყობს ხელს. თანხმიერება, რომელიც თანამშრომლობას და ინკლუზიურ ურთიერთქმედებას უწყობს ხელს. ემოციური სტაბილურობა, გვეხმარება ჩართულობის შენარჩუნებაში, რთულ სიტუაციაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული სწავლებისას. და მასწავლებელთათვის გაკვეთილი. შეეცადეთ ყველა პიროვნებაში დადებითი აღმოაჩინოთ და განავითაროთ. მაგალითად, სტუმართმოყვარეობის სექტორი რო ავიღოთ. ან მრეწველობა. მაგალითად, ღრმაწყლოვანი სამუშაოები, მშენებლობა, მექანიკა, რობოტიკა. And I gave just a few მე უბრალოდ რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანე. Is really an area ეს ის სფეროა. A great variety of dimensions, but რომელიც ძალიან მრავალფეროვანია, თუმცა is persistence and task completion. ანუ ბეჯითობა და ამოცანის შესრულება, ღიაობა ახალი გამოცდილებისადმი, ცნობის მოყვარეობა, სწავლა, თანამშრომლობის უნარი, ემოციური სტაბილურობა ყველგან გვჭირდება. You don't want people to have bad feelings in
You რა want თქმა უნდა, to თქვენ არ გინდათ რომ სამსახურში და სამუშაოზე ადამიანებს ცუდი განწყობა ქონდეთ. პირიქით, კმაყოფილები გინდა რომ იყოს. stability. I mean, the fact that ამას მოაქვს სტაბილურობა, ემოციური სტაბილურობა, or even disappointments with რომელიც თავიდან აგვაცილებს იმედგაცრუებას resilience. და უფრო მედეგს გახდის ადამიანს. Try to help develop the positives. ანუ გაკვეთილი, personality traits. განავითარეთ დადებითი თითოეულ პიროვნებაში. Now, as I was mentioning before, როგორც უკვე ვთქვი, education and inclusive self-assessment კომუნიკაციები და ინკლუზიურობა ჩვენ ჩავერთეთ თვითშეფასებაზე. აი 30 კითხვაზე, რომელიც ხსამს თემად იყოფა. as you noticed in 3 areas. როგორ თქვენ შეამჩნიათ. Active პირველი აქტიური მოსმენა და კომუნიკაციის ეფექტურობა. Area 2 მეორე towards students and ღიაობა სტუდენტებისადმი და სოციალური თანალმობა. innovation and მესამე ეს არის ღიაობა ინოვაციისადმი და მონაწილეობრივი მეთოდოლოგიები. framework and და sort of organized it in these 3 areas with also ეს ორგანიზებულია ამ სამ სფეროში questions that covered all these და სწორედ კითხვებშიც არის, რომელიც ყველა სფეროს ამას მოიცავს. The targets in terms of number of responses targets increase შეეხება with respect სამიზნე ნიშნულებს პასუხებში. as many responses as possible. ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი პასუხი მივიღოთ აი კითხვებზე. Responses and thus analysis. აი ამ ანალიზში დაგვეხმარება. Been reached overall. Overall, our sample ამ თლიანობაში includes over 200 valid responses, and we want to thank you because thank the school. 200 is a very respectable. 200-ზე მეტი პასუხი მივიღოთ და ეს მაღალი ციფრია. Provides a very respectable sample. და ძალზე წარმომადგენლობითი ნიშანი. გაკვეთილი. Teachers have accepted the exercise. ასწავლებლებმა მიიღეს ეს სავარჯიშო და მოგვაწოდეს პასუხი ინფორმაცია. You know, ამის დასტური many times, when you make a survey, როდესაც organize surveys, because ყოველთვის ნერვიულობ. But what რადგანაც respondents don't take this survey seriously. თუ რესპონდენტები არასერიოზულად მიუდგებიან, whether a survey has been და როგორ გავიგოთ რომ სერიოზულად აღიქვეს მონაწილეებმა თუ არა? Is the variance of responses. So ერთ-ერთი ხერხი რომ მივხვდეთ ამას არის ვარიანტულობა პასუხებში. მრავალფეროვნება, ანუ განსხვავებულობა. Differences განსხვავებულობა. Within the schools in each country with განსხვავება როგორც სკოლებს შორის, and of course ერთ ქვეყანაში ასევე ქვეყნებს შორის. და რა თქმა უნდა, because ლოგიკური განსხვავებია. Fill in self-assessment just რადგანაც ჩვენ ხო არ ვავსებთ ამ თვითშეფასებას ისე რომ რაღაც შემთხვევით ციფრებს ავიღებ და ჩავწერ. We are happy because ამიტომაც კმაყოფილები ვართ. There was variance means იყო ვარიანტულობა, ანუ განსხვავებულობა. And this variance apparently makes a lot of sense. და ლოგიკური ვარიანტულობა. These results, these differences allow us to ეს შედეგები და განსხვავებები. The next section. The lesson. გაკვეთილი მასწავლებლებისათვის. Questions seriously. ბევრმა მასწავლებელმა აღიქვა კითხვები სერიოზულად და მაგალითები ამას მოწმობს. We make now another pause. ეხლა კიდე ერთი პუნქტი. We will address the final section. ბოლო ნაწილი. For effective teaching. ეფექტური სწავლების რჩევები. In this section we must leverage ამ სექციაში we have illustrated before. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პარადოქსი, რომელიც მანამდე სიტყვაზე. ეს ამით იმედია ამოვავსებთ იმ პიზას რეიტინგის ხარვეზებს და გავაუმჯობესებთ შედეგებს, კომუნიკაციას და ინკლუზიას. To bombard your students with თქვენ არ გჭირდება დაბომბვა თქვენი სტუდენტების სავარჯიშოებით, დავალებებით, რთული ანალიზებით
digital ან ციფრული თავსატეხებით. You have to, of course, რა თქმა უნდა, teach the logic of ლოგიკას უნდა ასწავლოთ. The critical way of reading, the logic of სწავლის word, but კრიტიკული მეთოდის მხრივ, only if მაგრამ communication and inclusion. And this თავარია კომუნიკაცია და ინკლუსია გავაუმჯობესო და ეს პარადოქსი. This project. სწორედ ამ პროექტიდან გამომდინარე. ანუ ჩვენ ხას უსვამთ პირველ ყოვლისა რბილი უნარები. Math, physics, chemistry, digital development. დანარჩენი მერე ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა. So წერა-კითხვა ანგარიში. And inclusion is a must. ინკლუსია და კომუნიკაცია არის სავალდებულო. Remember that good ყოველთვის გახსოვდეთ. Inclusion come first. კომუნიკაცია და ინკლუსია უპირველეს ყოვლისა. And another point. How should ერთი რამ. ანუ საერთოდ შეფასება არ არის ხოლმე პოპულარული. ნუ მაგალითად გიქვამე როგორც გამოცდას ან განსჯას. We don't really like exams. ნუ არავის არ უყვარს გამოცდა, ხო? In this project, however, we need თუმცა ამ პროექტში ჩვენ სხვა პოზიციას ვადგავართ. Internalize the fact that only an ჩვენ და გავიშინაგანთ ფაქტი, რომ მხოლოდ შეფასება დაგვანახებს კაფეოს სურათს. I will not be able თუ ვერ შევაფასებთ, ვერ შევცვლით. მხოლოდ შეფასება შემაძლებინებს სულიერების განხორციელებას. სადა ვარ, სად მინდა რომ წავიდე? საითკენ ნუ გეშინიათ შეფასებების. And then შემდეგ another point. კიდე ერთი რამ. When we assess, are we measuring a situation or როდესაც ჩვენ ვზომავთ სიტუაციას ან ვაფასებთ, measuring change and improvement? Of course. ან ვზომავთ ცვლილებას ან გაუმჯობესებას. რადგან როცა ვიწყებთ ერთი სიტუაცია, ჩვენ ამის ვთქვათ სწრაფ აზლს ვაკეთებთ, რათა რაღაცას შევადაროთ. Context may be hostile to assessments. They have big chance. რატო გახდნენ მასწავლებლები უფრო სრულად განწყობილები შეფასებებისად? Favorable context. რადგანაც მათი სამუშაო გარემო უფრო ნაკლებად ხელშემწყობია. Could disappear. შეიძლება ეს სრული დამოკიდებულება გააქრება თუ as the necessary basis for improvement. შეფასება შევხედავთ როგორც აუცილებელ პირობას გაუმჯობესებისათვის. ზოგიერთ სკოლაში შეფასება უკეთესად არის, ზოგიერთ მაგრამ ეს გაძლევს საშუალებას გაუმჯობესდა. გაკვეთილი. მიიღეთ თვით შეფასება, რათა დადგეთ გაუმჯობესების გზაზე. Now, ახლა კი what have we learned from რა ვისწავლეთ ჩვენ communication and inclusion assessment? კომუნიკაციისა და ინკლუსიის თვით შეფასებისა. აღმოაჩინეთ შემდეგი რამე. Weaknesses across სიძლიერე მხარეები და 4 სხვადასხვა სისუსტე. სხვადასხვა ქვეყნებში და სკოლებში. Georgia, საქართველო. One strong common strength is ერთი საერთო ძლიერი მხარი არის ფსიქოლოგიური დაცულობა. It's considered a universal. იგი უნივერსალურად მიჩნეულია ძლიერ მხარად. Communication fundamentals. კომუნიკაციის საფუძვლები ამანაც მიიღო დიდი ქულა. So communication are კომუნიკაციის საფუძვლები თქვენთაგანისათვის არის მნიშვნელოვანი. Very important. And და გარდა ამისა mediation. კონფლიქტის მედიაცია, მეტაკომუნიკაცია. Competencies. საზიარო კომპეტენციები. So this is good news. ეს კაია. That these values რომ are values that ეს ღირებულებები internalize. გაზიარებული და გაშინაგანებული. There are common weaknesses. თუმცა არსებობს საერთო სისუსტეებიც. Migration pedagogy, maybe მიგრაციის პედაგოგიკა.
less affected by migrations, but this scores. Ну, შეიძლება ზოგი ქვეყანაზე ნაკლებად მოქმედებს ეს მიგრაცია, მაგრამ აი ასეთი დაბალი ქულა მიიღო. That's have low relatively low შედარებით დაბალი are interesting because they may have real weaknesses. რადგანაც შეიძლება ეს ნამდვილი სისუსტე იყოს. One question is about creative. კითხვა ეხება შემოგმეთებით უწესრიგობას. Creative disorder means შემოგმეთებით უწესრიგობა ნიშნავს yourself and რომ საკუთარ თავს ნება მიცე და შენ მოსავლეს რომ create new situations that are not necessarily dictated by the current rules. სიახლე რომელიც შეიძლება არ იყოს ნაკარნახევი არსებული წესებით, ანუ brainstorming-ი, ტვინის შტურმი, ინიციატიურობა, თავისუფლება, get orderly that could become orderly but is not yet. Here რომელიც შეიძლება თავიდან არ იყოს მოწესრიგებული, მაგრამ მერე გადაიზრდება წესრიგში. რა თქმა უნდა, ამასაც თავის შეზღუდვები აქვს, მაგრამ after once the course has ended, or maybe we can have some hints during this. როდესაც კურსი დასრულდება, ან შეიძლება კურსის განმავლობაში დისკუსიების დროს მივხვდებით, რატომ არის ეს? For you, for many of you, not all of you, but for many of you, რატომ აღიქვით ბევრმა თქვენთაგანმა ეს შემოქმედებითი უწესრიგობა არ მიიჩნიეთ მნიშვნელოვნად. Another element. და გარდა ამისა, კიდევ ერთი ელემენტი we need to think about is the innovation gap. ეს არის and these are ეს არის ნაპრალი, ინოვაციური ნაპრალი. And now you must understand that innovation nowadays is და გესმოდეთ რომ ინოვაცია ეს გობით innovation gap may go შეიძლება დესტრუქციულიც იყოს creative disorder kind of dimension და შეიძლება ინოვაცია შემოქმედებითი უწესრიგობაც კი შექმნას ანუ შექმნას უწესრიგობა ამიტომაც universal skill is ერთ-ერთი უნივერსალური ბილუნარია deal with disorder and find positive and orderly situations. So რომ დავძლიოთ უწესრიგობა და დადებითი ელემენტი დავინახოთ მასში. Here I stress them because maybe in the chat you can add some comments. ანუ ჩატში შეგიძლიათ კომენტარების ჩაწერა, მე დავტოვებ ამ კითხვებს. And of course you have if you have strengths ზოგადად improve them თუ გაქვს ძლიერი მხარე უნდა გააუმჯობესო მაგრამ უნდა დაგეგმო და განახორციელო as I said before მედება რომ დაძლიო სიზუსტეებით როგორც თქვი უნდა შეეცადოთ გააუმჯობესოთ. Now I just talked about difference within countries but there are also sorry I just talked about difference across countries. But there are also within ქვეყნებს შორის განსხვავებებიც აღნიშნა, მაგრამ თვითონ ერთ ქვეყანაში სკოლებს შორის არის განსხვავებები. Difference არც გამიკვირდა რომ in the schools. რომ სკოლებიც არიან განსხვავებული. Between school and within countries in the following areas. აი, შემდეგი სკოლები და რეგიონები. We already talked about that. ინკლუსია, მიგრაციის გამოცდილება, სოციო-ეკონომიკური ცნობიერება, სამოქალაქო სოციალური მსჯელობა და სპეციალური საჭიროებების ადაპტაცია. ეს სხვადასხვა და ისინი სხვადასხვანაირად ახასიათებენ ამა თუ იმ სკოლას. ამაზე შეგვიძლია ვიმუშაოთ ამ კურსის შემდგომ. გაკვეთილი. განსხვავებულობაში დაინახეთ შესაძლებლობა რომ ისწავლო და გაუმჯობესდე. In a country, one school is better doing some things than one doing it. ქვეყანაში ერთი სკოლა უკეთესად აკეთებს რაღაცას, მეორე კიდე მეორე რაღაცას. შეახვედრე ერთმანეთს და ისაუბრონ და იქნებ ორივემ უფრო კარგი რაღაცა გააკეთონ. Then there are differences across არის განსხვავებები schools, that სკოლებს შორისაც
Moldova schools number 10 Moldovas номер 10 სკოლა goes back to what ისე უბრუნდებით those different qualities. სხვადასხვა თვისებებს Perfect on cooperation, self-assessment, but ნუ lowest თანამშრომლობა და თვითშეფასება კარგი აქვთ, მაგრამ ყველაზე დაბალი 5 strong performs high in psychological მაგალითად ფსიქოლოგიის შემოქმედებითი უწესრიგობა და is high in და მაღალი აქვს ფსიქოლოგიურ დასრულებაში და ძლიერი ქულა აქვს, მაღალი ქულა თანასწორობაში. საქართველოს შავი ზღვა მეტაკომუნიკაცია ყველაზე ძლიერი აქვს, მაგრამ დიდი განსხვავებულობა შედეგებში სისუსტეების მხრივ. უკრაინა ლვოვი მათ არაფორმალური კომპეტენციები აქვს ძლიერი და მიგრაციის პედაგოგიკა. უკრაინა SKV ასეთი სკოლაა, მიგრაციაზე ყველაზე დაბალი და შემოქმედებით უწესრიგობაშიც დაბალი. საინტერესო შედეგებია. KV instead is lowest globally on migration. ანუ უკრაინაზე რაც ვთქვით აი ამ SKV სკოლაზე მიგრაციაზე ყველაზე დაბალი ქულაა ჩვენ. Now another point is about კიდე ერთი რამ how we should look at the absolute level of self-rating. Here we found a lot of მივიჩნიოთ აბსოლუტური დონა თვითშეფასებას. the highest საქართველოს გვიჩვენა self-assessment. უმაღლესი თვითშეფასების დონე. Georgia has a lot of 4 and 5s. ზოგადად However, this საქართველოს ბევრი 4 და 5 აქვს, თუმცა doesn't necessarily mean it is a best. I mean, ეს it doesn't mean it is better. მაინდა-მაინც არ ნიშნავს, რომ საქართველოს ჯობია სხვა ქვეყნებს, რადგანაც It's ეს a lot of this is related about what ეს ბერცილად there is a psychological უკავშირდება შეფასების სკალას. არის ფსიქოლოგიური at a ელემენტი, certain level. So the level რომელიც ამ სკალას აყენებს გარკვეულ may be დონეზე. higher than the one they have in Georgia or in Ukraine or in Moldova. So ნუ შეიძლება სკალა საქართველოს უფრო მაღალი იყოს, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში. level of responses, but on the relative ones. აბსოლუტური დონე, The less ამიტომაც შესასწავლია და გაკვეთილი. critical, but ნუ ხართ ზედმეტად თავდაჯერებულები ან ზედმეტად თვითკრიტიკულები. I mean, the high ratings are the მაღალი რეიტინგი rating score is very subjective or სუბიექტურია. specific. The differences are ან ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე და განსხვავებულობები ისასალმებელია. So what are the implications ანუ რა შედეგები მოყვება თქვენთვის მასწავლებლებისათვის და ამ ტრენინგისათვის? in all countries? We think ყველა ქვეყანაში ჩვენ ვფიქრობთ should be developed, თანასწორ და სწავლის მეთოდოლოგია უნდა შემოშოვდეს. would help. უნდა ჩატარდეს ტრენინგი შემოქმედებით უწესრიგობაზე Pedagogy workshop, but I don't და know. ალბათ სემინარი მიგრაციის პედაგოგიკაზე. And then შემდეგ country specific. We ეხლა ცალკეულ ქვეყნებზე. validate scores in Georgia and საქართველოში უნდა გადავამოწმოთ ქულები. Moldova leverage on მოლდოვაში. cooperation. Number 5, safety. ანუ მე-10 სკოლაში თანამშრომლობა, მე-5 სკოლაში უსაფრთხოება, მე-10 სკოლაში მოქნილობა, უკრაინაში Context sensitive support and კონტექსტ მგრძნობიარე მხარდაჭერაზე უნდა გავანაახლოთ AV gaps. და უნდა ამოვავსოთ Lesson ეს for- ნაპრალი There are gaps ლვოვსა და filled კიევის სკოლას შორის. training semester starts. ნუ სანამ სემესტრი დაიწყება. What are the next steps? შემდგომი ნაბიჯები. The next week or month მომავალ კვირებში და let's თვეებში get each part of the survey results. Plan specific training the trainers module. ჩვენ კონკრეტულ ტრენინგებს Platform დავგეგმავთ the trainers inputs as from the laying the foundations project agreement. Just now, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი პროექტის შეთანხმებიდან. at the end of this course, there will be a test. ამ კურსის ბოლოს Thank იქნება you ტესტი. very, very much for მადლობა your attention. დიდი ყურადღებისათვის და Move forward.
ველოდებით თქვენთან კვლავ შეხვედრას.